დილამშვიდობის ჩვენ შეხვედრებს მასპინძლობს ქალაქურის ლაუნჯი. დღეს დილით ჩვენი სტუმარი გახლავთ მსახიობი ია სოფიტაშვილი. მოგესალმებით. დილამშვიდობის. როგორი მოგზალებული ხარია? საოცრად. ბევრი მსახიობი დღეს ასაკში რომ არის. ამბობენ რომ აი ხომ არ დაგრჩენიათ რამე ისეთი, ხო? ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან ამას, რომ აი რა როლს ითამაშებთ, რაზე გწდებათ გული. ძალიან ბევრი აღნიშნავს რომ ჯულიეტას ოფელიას. ხო, იმიტომ რომ შენს ყველაფერი ძალიან ადრე მიიღე. გამოკითხვაც იყო თურმე ესე ევროპის მასშტაბით რაღაცა ჩატარდა გამოკითხვა, რომ ქალებში საუკეთესო როლი 3. და 3-ვე იყო შექსპირის და იყო ჯულიეტა, ოფელია და დეზდემონა. აი ესე დეზდემონა. დეზდემონა მე მგონი ცოტა იქით ასაკისკენ არა? რა ვიცი, რომც არ იყოს, თუმცა რო გითხრა რომ მე არც ამ პროფესიაზე მიოცნები არასოდეს, აი ეს ყოველთვის სპონტანურად ხდებოდა ყველაფერი და აი პრინციპში, რასაც შეიძლება და დამეწყო ფიქრი, მოხდა ისე რომ ვითამაშე ჯულიეტა. რაღაცა ოფელიას მე ყოველთვის სიმპათიები გამიშთა, სადღაც ალბათ მიფიქრია რომ მე ვითამაშე. იყო მაგალითად თუნდაც აღაზა, სტუმარ მასპინძელში ეს იყო ჩემთვის აი რაღაცა მართლა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც მინდოდა რაღაცა მეთამაშა, ესეც მოხდა. განსხვავებული, ესეც მოხდა. ძალიან საინტერესო უნდა იყოს მაყურებლისთვის, ჩემთვისაც საინტერესოა, როდესაც რეპეტიციებს დავსწრება, როგორ იქნება ესა თუ ის როლი, პერსონაჟის შექმნა. ბევრი მსახიობს მოდი პირდაპირ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმის რაღაც ჭარბი დოზებია დღესდღეობით. ბევრი მსახიობს გონია რომ მხოლოდ აი კარგად უნდა გამოიყურებოდეს გარეგნულად, ან რაღაცა ტემბრი უნდა დაამუშავოს. ან რაც ძალიან დაიჭყანები, უფრო სასაცილო ხარ ვიღაცას გონია. რომ ქმნი ძალიან ისეთი კომიკურ პერსონაჟს. ეს არის ძალიან რთული პროფესია. მით უმეტეს თეატრი არის პირობითი ძალიან თეატრი. მე რატომ მიყვარს საერთოდ რუსთაველის თეატრი? გეტყვი ძალიან მარტივად ავხსნი. ის გთავაზობს ყოველთვის როგორი თამაშის ხარს, იცი? ოდნავ ხარ ოდნავ რეალობას აცილებული ხარ. თუმანიშვილის თეატრში, სადაც ასევე მიმუშავე, იქ ბევრად უფრო დამიწებულია, იცი, ბევრად უფრო რეალურია ურთიერთობები. მე მაგალითად ისედაც ვიღლები ბევრი რეალობისგან და არ მინდა იგივე სცენაზე იყოს. მე ამიტომ მიყვარს ალბათ უფრო თეატრი ძალიან. და ძალიან ფრთხილია, იცი, რუსთაველის თეატრში თამაშობ, რომ ხშირად არის, რომ ჩვენ მივმართათ ფარსს. ფარსი არის ურთულესი. ითამაშო ფარსი და გააცინო მაყურებელი, ითამაშო ფარსი და ატირო მაყურებელი. ეს არის იცი რამხელა შრომა ჭირდება ამას, რამხელა შეგრძნების მომენტები ჭირდება ამას. და არ ვიცი, რა ვიცი, ურთულესი პროფესია და დაუფასებელია, როგორ, რა თქმა უნდა, შეიძლება რა ენერგიას გაქვს ჩადებული, ის ვერ მიიღო რა. ვერ დაგიბრუნდეს, როგორც საჭირო არის და არა უშო სიტყვა ეს ყოფილი ჩვენი ხო. ყველაზე კარგი მსახიობი არის, ვისაც ყველაზე კარგად ჯერა, ანუ ყველაზე კარგი წარმოსახვის უნარი აქვს. გარდა ამისა, ისიც რომ ვთქვათ, თუ ამის ნიჭი არ გაქვს, ან რაღაცა გარკვეულ ძალებს ვერ პოულობს შენს თავში, რაც არ უნდა ისწავლო, ესეც გაგვიკია, ხო? ესეთი მაგალითებიც არსებობს, რაც არ უნდა ისწავლოს. აი მაგალითად ჰოლივუდშიც არის ესეთი მსახიობები, რომლებიც უბრალოდ ანტურაჟია ფილმისთვის და არა რაღაცა არც თავაზობენ ისეთ როლებს, რომ რაღაცა კარგი პერსონაჟი შექმნას. სწავლებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ საკითხზე, რას ფიქრობ? იყო ერთხელ რომ დაიყვირეო რა მითხრა და იცი რა როგორ დაიყვირეო, როგორი ყვირილი მინდაო. აიო ვითომ ორი корпуსი არისო, შენ აქეთ ცხოვრობო და იქეთო ქალი ადისო, გააღებსო სახსო და დაინახავსო, რომ შვილი არის თავ ჩამოხრჩობილიო. და იმ корпуსიდან ის რომ დაიყვირებს და შენ რო სახში გაიგებ, ესეთი ყვირილი მინდაო. ეხა ხო არ წახვალ ჩამოახჩობ ვიღაცას, მერე დედას მიუღვა, შენ გადახვალ იქით და აბა როგორ ყვირს. ეგ არის ის შეგრძნებებია, აი ამ შეგრძნებებზეა ყველაფერი აგებული. და რაც ჩამოვთვალე, პარტნიორს აუცილებლად უნდა გრძნობდე, სცენას უნდა გრძნობდე, ხო მუსიკას უნდა გრძნობდე, ძალიან ბევრი ამას. და პირველი, შემდეგ ჯეროდეს, რასაც აკეთებ. აბა რა ხა მე თუ ვარ არ დავიჯერე. ეხა ამბობენ, ეხა იყო ხოლმე რომ მატყუარები ხართ მსახიობი, ეხა გონია ყოველთვის ეიჯერებ და რამე არა თუ არ განიცადე ეს მე მაყურებელს ვერ გამორიცხოვებ, ვერ განვაცდებინებ. ეს არის აბსურდი აბსოლუტურად. თეატრი ძალიან გიყვარს, მაგრამ კინო ძალიან. ბევრი არა, მაგრამ კარგი როლები ითამაშე კინოშიც. მე ძალიან გვიმწყდება ერთ რამეზე, რომ არის ესეთი შექმნილი აზრი იმ ადამიანებს ჭირთ უფრო მეტად, ვინც თვითონ კინოს ქმნიან რა, რომ თეატრის მსახიობი არ ვარგა კინოში. მხარ შეიძლება რამოდენიმე თუნდაც მსახიობი თეატრში არ ვარგა არც კინოში. ათეული მსახიობებით განსაზღვროთ ეს ყველაფერი. ან იქნებ პირიქით დავსვათ კითხვა, რამდენად იმ რეჟისორებს შეუძლიათ მსახიობებთან მუშაობა თუნდაც თეატრის?
მოდი იქნებ ესეთ იმას ვქნათ. თორე იქაც იგივე მომენტია, შენ თუ კამერის შეგრძნება არ აქვს, იმ რეალობის დაჭერის კინოც ურთულესი ფენომენია, ნამდვილად ვეთანხმები. მე ხო არ ავიწყდებათ, რომ ამასაც სწავლა უნდა, არის კინოსაც აქვს თავის ანაბანა, რომელიც უნდა ისწავლოს, ესე არ დაგესიზმრება. მე კიდე ერთხელ ვარ მადლობელი ალექსეი გერმანის, რომელმაც ეს პატარა ანაბანა რაღაცნაირად ხო მაზიარა, თორე მე ხო არ დამესიზმრება თურმე, რაც არ უნდა ემოციური სცენა იყოს, მხრები და აი კუნთები რაც არის, უნდა კონდეს სულ თურმე მაქსიმალურად ეცად. დატვირთვა გამოდის. იმას ქნა, მოადუნო. ეხლა არ დამესიზმრება რა ესეთ რაღაცები და კიდე რამდენი რამეა? რა სიტყვა შენს კინო როლებს? მე ფიქრობ, რომ ცოტა მჩაგრავენ მე მაგ და მე კინო ძალიან მიყვარს, გიждები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოღონდ მინდა მაყურებელმა სწორად გამიგოს. გამოვა ცოტა ხანში ესეთი ფილმი Keep Smiling ანუ გაიღიმე სადაც ძალიან ხო რუსლან ჭყონიას ფილმი სადაც ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან შენც ხარ ჩემი პარტნიორი მე არ მინდა წინასწარ ვისაუბრო რომ დედა რა მაგარია დედა რა კარგია მაგრამ იმედი მაქვს რომ მაყურებელი და ეს ადამიანები ვინც 124 საათი ამბობენ გამეორდები რომ თეატრის მსახიობი არ ვარგა იქ ბევრი თეატრის მსახიობი თამაშობს და შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდეთ რომ ესე არ არის რა. დღეს საქართველოში მსახიობები ცხოვრობენ და მუშაობენ მოლოდინის რეჟიმში. ხო, ცოტა არ იყოს. ბევრი არა ეხა, ვინც მე ეხა ვაკვირდები სერიალებში არიან უფრო დაკავებული, ან ტელეწამყვანობასაც ითავსებენ. ესეთი ადამიანები უფრო ნაკლებად განიცდიან რა თქმა უნდა ამ იმას. ხო, ეს ცოტა ცუდი ტენდენციაა მე მგონი მსახიობისთვის, არა, რას ფიქრობ? საერთოდ ამბობენ რომ ცოტა ჟარგონზე ბრიდავსო რა მსახიობს. ბრიდავზე გამბავიო და ну машина შეეცადა რომ არ დააბრედინო თავი და არ ვიცი ხო ამბობენ რომ ესე არისო ისე არის ამაშიც იცი მარცვალი სიმართლის მარცვალი მე მიმყავდა მე მაგალითად მიმყავდა ფანტასტიკური გადაცემა ჩვენს არხზე ერთხელ ჰოლივუდში ეს ეხლა გადაცემას მე ძალიან კარგად მახსოვს და ჩვენს მაყურებელსაც ემახსოვრება კარგი ჰოლივუდი და ცოტა ის ლირიული გადახვევა გავაკეთე ერთხელ ჰოლივუდში ია როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ჰოლივუდში? მოდი ვიოცნებოთ. რა ვიცი. უცებ. ძველი დრო ყოფილიყო და იმ დროში მე თქო მარლონ ბრანდოსთან ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით. ნამდვილად. ერთხელ მაინც ოდრისთან დიდი სიამოვნებით ვივიენლისთან ძალიან ბევრი და ეხა უცბად გეტყვი ჯონი დებთან აუცილებლად. ჯონი დები. ხო იცი სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს და ისე არის კარგება რასაც გაუშვებთ. ის გვიბრუნდებოდა. ნახოთ იქნებ შენი ოცნებაც ახდეს და ეს მოხდეს ერთხელ ჰოლივუდში. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მადლობა. მეც დიდი მადლობა რომ ძალიან მიყვარხარ. დამატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი გახდათ ია სუხიტაშვილი, შეხვედრები ქალაქ ქურთში. აქ დასრულდა მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.